გესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ვნახეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და უპირველეს ყოვლისა, რაზეც მიუთითებს ეს ყველაფერი არის ის, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო. თქვენ იცით, რომ 5 კრიტერიუმი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, არაპროპორციული სასჯელი, სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და კიდევ სხვა კრიტერიუმები და რიგ შემთხვევაში ზოგი პოლიტპარტიმარი 5-ვე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ერთი და ორი კრიტერიუმი ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის მთავარი ამბავი ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ფიქრობს პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების ციხეში გამოკეტვას, პოლიტიკური პროცესის მოკლას და ამით ბუნებრივია ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ეს როგორც გეოპოლიტიკურად ისე შედაპოლიტიკურად აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სწორედ ამის გამო არის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთობა მათ შორის პროდასავლურ ქვეყნებთან, დასავლურ ქვეყნებთან ასევე შეწყვეტილია, შეზღუდულია, იქიდან გამომდინარე, რომ ის აბსოლუტურად მიუღებელია განვითარებული სამყაროსთვის, ის რომ ირღვეოდეს ყოველფეხის ნაბიჯზე ადამიანების უფლებები და მათ აკავებდნენ პოლიტიკური პოზიციების გამო თან ისეთ პირობებში, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლო პროცესებზე. თქვენ იცით, რომ არაერთი ესეთი სასამართლო პროცესი დახურულია სწორედ იმის გამო, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებები ამ ადამიანების მიმართ არ არსებობს და ცალსახად და უდაოდ ისინი დაკავებულები არიან პოლიტიკური არა და პოლიტიკური პატიმრები კი არა, აგენტები არიანო, იცით თქვენ ასე უყურებენ პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს თუ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს თვითონ ქართული ოცნების ლიდერები, როცა 4 წელიწადში გიწყობენ რევოლუციის 5 მცდელობას, ეს არის პოლიტიკური ტერორი და უცხოური აგენტურის დაკვეთაო. აი მაგალითად კონკრეტულად ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას, რითაც ხსნის, რატომ არის ასეთი ხისტი სახელმწიფო კონკრეტული პირების მიმართ. აი კიდევ ერთხელ რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე, რომ კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებას თუ ოპოზიციურ სპექტრს გაქვთ პოლიტიკური ტერორის მოწყობის დავალება მიღებული გარე ძალების მხრიდან. პოლიტიკურ ტერორს ამ ქვეყანაში აწყობს ქართული ოცნება, საბოტაჟს აწყობს ქართული ოცნება, ქართული სახელმწიფოს მისამართი და ბუნებრივია ვერანაირად ვერ დავეთანხმები და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასაც ზუსტად იგივე განცდა აქ არანაირი ამ ხრივ ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა. მე ჩემს კოალიციაზე ლელოძლიერ საქართველოზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, მე ბუნებრივია ვესწრები როგორც შიდა შეხვედრებს, ასევე ველზე, როდესაც მიდიოდა საპროტესტო აქციები, ხშირ შემთხვევაში ვიყავი ჩვენი გუნდის გვერდით და არასოდეს არც შიდა სივრცეში, არც გარე ველზე მე არ მომისმენია მსგავსი არათუ მითითებები, არამედ გაკვირითაც კი ამაზე საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის იყო ჩვენი პოზიცია სახელმწიფოებრივი და ამ ქვეყანას ეყო ის რთული პერიოდები, რომელიც გადაიტანა, ესეთი მცდელობები იყო 90-იან წლებში, მას შემდეგაც და ამან ზარალის მეტი, ზიანის მეტი და ხშირად 10 წლეულების განმავლობაში რაღაც ჩატოვების მეტი ჭაობში არაფერი არ მოუტანა ამ ქვეყანას, ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამას ემიჯნება, ამ ქვეყანას არ ჭირდება არანაირი რევოლუცია, ეს ცუდის მეც არაფერს არ მოიტანს და ქართული ოცნება ამაზე აპელირებს, იმიტომ რომ სხვა მათ სათქმელი არაფერი არ დარჩათ, უამრავი პრობლემა აქვთ ქვეყანაში, ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით და აი ამ თითიდან გამოწვეული რაღაც პროცესები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საკუთარი ძალაუფლება გადაარჩინონ და მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ იმ მიმართულებით, საითაც აბსოლუტურად არ არის საფრთხე. ეს არის ცალსახად და უდაოდ ასე. ბატონიკა, რადგან აი პოლიტიკურ დევნასა და მათ შორის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალო პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას შეეფარდა 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და ეს განწყვეტილებაც მინდა შევაფასოთ. აი რას გეუბნებათ, რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა სანაიას მიმართ მოსამართლის მიერ მიღებული გაწყვეტილება, ისე როგორც არა მხოლოდ სანაიას, არამედ სხვა ათობით პირის მიმართ და ამავე კონტექსტში მოდით აი ზოგადად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აი სიძულვილის ენის პრობლემასაც გამოვეხმაუროთ, მით უფრო რომ თვითონ ხელისუფლების მტკიცებით საჯარო სივრცეში მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო ამოქმედდა, შეურაცხყოფის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვავლინა. შესაბამისი სტატისტიკა ცოტა ხნის წინ გამოითხოვა სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა. ახლა ვერავინ ვიტყვით, რომ საჯარო სივრცეში არის რაღაცა წყევლა, გინება, არაეთიკური და შეურაცხყოფელი ტერმინებით საუბარი არის პოზიტიური მოვლენა და მისასალმებელი. ხო, ამიტომ არის თუ არა კარგი თუ კი სიძულვილის ენის ხარისხი იკლებს, ანუ როგორ უყურებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებული ახალი სამმართველოს მუშაობას? რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მოგწონდეს სიძულვილის ენა, როგორ შეიძლება მოგწონდეს უწმაწური ლექსიკა, ბუნებრივია ამას აბსოლუტურად ვემიჯნები. თუმცა ეს პროცესი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო და ეს არის მათი პოლიტიკური მიზანი, კიდევ ერთი არის მოჩვენებითი, რეალურად ის დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეზღუდოს და ვახოსანაიას ამბავზე რაც შეიძლება ითქვა, ჟურნალისტის თავარი ღირებულება ალბათ ის არის, რომ თავისუფალ აზრს გამოთქვამდეს, ეს არ უნდა იყოს შეზღუდული და ამ მხრივ ვახოსანაიაზე განსაკუთრებული წნეხი არის ასევე სხვა ჟურნალისტებზეც, სწორედ იმიტომ, რომ მათ შეწყვიტონ ხელისუფლების კრიტიკა და თუ ეს იქნებოდა რეალურად გავრცელდებოდა, ხო, ამ შემთხვევაში როგორც ვთქვათ, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე, ასევე თვითონ ხელისუფლებაზეც, ოღონდ ეს იქნებოდა ბუნებრივი, ორგანული და ნამდვილი პროცესი და არა პოლიტიკური მიზანი, რომლის ერთადერთი გამოხატულება არის ის, რომ შეზღუდოს მაქსიმალურად განსხვავებული აზრის გამოთქმა სოციალურ სივრცეში, ну არც Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო დაპატიმრება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ ну ლექსიკა გასაგებია, შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მე ხშირ შემთხვევაში მომისმენია ამის მოწმე ყოფილვარ პირადად და არა მარტო ტელევიზიიდან ან სოციალურ ქსელში, ინსტიტუციურ ორგანოშიც, ამ შემთხვევაში საკრებულოში მომისმენია ესეთი გამოთქმები, რომელიც შეურაცხყოფელი ყოფილა ჩემთვის. ამ შემთხვევაში ლექსიკას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ეს ისე გააკეთონ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ აბსოლუტურად შეურაცხყოფენ შენი ღირსება, ამას აკეთებენ. ამიტომ მხოლოდ რაღაც უწმაწურ სიტყვებზე გამოკიდება და ამ მხრივ ზომების გატარება ვფიქრობ, რომ არის მოჩვენებითი პროცესი. გასულ კვირას ამბობდნენ ჩვენ. ხალვა პაპუაშვილის მხრიდანაც არაერთი ძალიან ხისტი და ცუდი გამონათქვამი მახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართულებით, ამიტომ ჯერ საკუთარ რიგებში მოძებნონ და საკუთარი რიგებში ნახონ და არ ვიცი ახლა სიძულვილის ენას ებრძვიან სოციალურ ქსელში და მთელმა საქართველომ ნახა საქართველოს პარლამენტში რაც მოხდა, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს ფაქტობრივად ფიზიკურად დაესხნენ თავს და არა ერთი და ორი ადამიანი მთელი პარლამენტი და ამ მხრივ არანაირი გამოძიება არ წარმართულა და ამ მხრივ არაფერი ზომები არ გატარებულა და ეს უფრო მძიმე ფაქტი არ არის, ანუ ერთი მხრივ შეიძლება ებრძოდე რაღაცა ვერბალურ გამოხატულებას, მაგრამ ფიზიკურად როცა ძალადობენ პოლიტიკურ ოპონენტებზე და არ ვიცი რა დღეში გაატარეს, ხო, საპროტესტო აქციებზე ადამიანები ამ მხრივ რატო არაფერი არ გააკეთეს. გამახსენდა რამდენიმე დღის წინ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ამბობდა გადაცემაში, რომ აი საჯარო სივრცეში ბრაზის გამოხატვაზე ჯარიმების დაწესება შედეგად მოიტანს იმას, რომ აი ეს ბრაზი სრულიად უკონტროლო შეიძლება გახდეს და სრულიად უკონტროლოდ შეიძლება ამოიფრქვას. აი როგორ გონია თვითონ ქართული ოცნება ვერ ხვდება, რომ აი ეს გამოუთქმელი წყენა და ბრაზი, რომელიც შესაძლოა ვერ აღმოთქვა, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, თუ საკითხს იმდაგვარად უყურებენ, რომ ქვეყანაში პროტესტი უკვე იმ დონეზეა მინელებული, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მე სიმართლე რო გითხრათ, არ ვუყურებ ისე, რომ ბრაზი მხოლოდ ამ ფორმით უნდა გამოიხატოს, აბსოლუტურად არა, ამას ასე უყურებს ქართული ოცნების ხელისუფლება და იმედი მაქვს და მეთანხმები თქვენს, რომ მათ მიერ არის შექმნილი სწორედ ეს ტროლბოტების ქარხანა. მე არაერთი კრიტიკული პოსტი დამიწერია, სადაც ჩემს Facebook პოსტებზე შემოდიან, არ ვიცი, აბსოლუტურად უსახელო და უგვარო ადამიანები, რომელსაც საკუთარი ფოტოც არ აქვთ სოციალურ ქსელში განთავსებული და ისეთ უწმაწურ რაღაცებს წერენ, რომ წარმოუდგენელია და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ეს სისტემა სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან არის შექმნილი და ამიტომ ვიძახი, რომ ეს პროცესი რეალურად არ ემსახურება იმას, რომ სიძულვილის ენა არ იყოს ქვეყანაში, თორე როგორ შეიძლება რომ ადამიანი ამას ეწინააღმდეგებოდეს, ან ვინმეს მოსწონდეს სიძულვილის ენა, ხო? ეს არავის არ მოსწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი, როგორც თქვი, ხო? როცა თვითონ აკეთებ ამ ტრობოტების ქარხანას, როცა ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს შეუქსევ, არის ხო და პოსტს Facebook-ზე რაღაცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებ ქართული ოცნების ხელისუფლების და იმ წუთას არაორგანულად, არაბუნებრივად, ხელოვნურად შენს პოსტზე შემოდის ასობით, ათასობით ადამიანი და გლანძღავს, ხო? ეს ხო არის დაორგანიზებული
ორგანიზებული ბუნებრივია და სწორედ ესე ვრცელდება სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი თუ რამე არის სოციალურ ქსელში, ეს არის სწორედ ის წყალბოტების სისტემა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას აქვს შექმნილი. იქ არ არიან რეალური ადამიანები, ეს არის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს ყვებავს. ამიტომ თუ ბრძოლა უნდა სიძულვილის ენასთან, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ეს წყალბოტების ქარხანები უნდა გააუქმონ და რეალურად იმუშაონ ამ მიმართულებით. ეთილი და ბოლოს რამდენიმე აქტუალურ საზოგადოებრივ თემასაც მინდა შევეხოთ, თუ კი მოვასწარი კითხვის დასმა, მათ შორის კი პირველ რიგში წვიმასა და თბილისზე ვისაუბროთ. ძლიერი ნალექი, როგორც ხედავთ, ჩვენი დედაქალაქისთვის ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ ფონზე კი ისევ ისმის თბილისის მერიის მისამართით კრიტიკა, რომ აი სწორედ რაღაცა სათანადო დონეზე არ არის გამართული ინფრასტრუქტურა. აი რა გონიათ, რამდენად სამართლიანი გონიათ ეს კრიტიკა და თქვენ რა გონიათ ამ პრობლემის მთავარი მიზეზები, რა ქმნის ძლიერი წვიმის დროს თბილისში ასეთ პრობლემას, არასათანადო ინფრასტრუქტურა თუ მართლაც დიდი ოდენობით ნალექი, რის შესახებაც აი გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს მაგალითად ინფორმაციას, წაიკითხავდით უწყების ცნობით 21 ივლისს 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის პრაგებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდაო, აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო. არგუმენტი, რომ დიდი ოდენობით ნალექი მოდის, გასაზიარებელია თუ არა? აქ უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა ითქვას, მთავარი პრობლემა რაც არის ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს პერსონალურად კახაძე და თბილისის მერია, როდესაც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება თბილისში და მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, ეს უკვე ყველა კითხვას ცემს პასუხს. ბუნებრივია მისი ეს ნარატივი გადადის შემდეგ მის ხელქვეითებზე, როგორც გამგეობებზე, ისე მერიის თანამშრომლებზე და ყველას მსგავსი დამოკიდებულება აქვს. როგორ შეიძლება, რომ არაფერზე არ იყოს პასუხისმგებელი თბილისის მერთან, ეს ხომ არ არის ცალკეული შემთხვევა. ეს მოხდა უკვე არაერთხელ 6 ივლისსაც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა დაიტბორა თბილისი და თქვენ თუ დააკვირდით, არ ვიცი, ეხლაც ამ 20-21 ივლისის ნალექის დროს პირველი ეტაპი იყო შედარებით მსუბუქი წვიმა და უკვე ამ მსუბუქი წვიმის შემდეგაც დატბორილი იყო თბილისი და აქ უკვე ნებისმიერ ნალექზე დაიტბორება. ეს მე მინდა რომ ამას მიაქციოს საზოგადოებამ. ყველაფერი მოწესრიგდებაო, ამას ვერაფერი ვერ მოწესრიგდება. მთავარი პრობლემა ეს არის იმიტომ რომ და ის ასევე ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის, რაშიც სავარაუდოდ ოპონენტებიც იგულისხმებით, ყოველი ძლიერი წვიმა ხდება სპეკულაციის მიზეზი. აი, რას უპასუხებთ მას, რომ სპეკულაციას აქვს ადგილი თქვენი და სხვა კრიტიკოსების მხრიდან? მე მას ვუპასუხებდი იმას, რომ საკუთარი სიტყვების ტყვე გახდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში და ამ პოლიტიკური მართვის პირობებში ეს პრობლემა გამოსწორდეს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ არის გაანგარიშებული, თქვენ თქვით ახლა თქვენ სიტყვაში, რომ რაღაც 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. ეს სანიაღვრე სისტემები სწორედ ამაზე უნდა იყოს გათვლილი. ის ხო სტანდარტულ სიტუაციაზე არ არის გათვლილი, ის უნდა იყოს გათვლილი მაქსიმუმზე, პიკურ მდგომარეობაზე, რომ უზრუნველყოს ამ ნაკადების გატარება, მაგრამ ეს ვერ მოხდება. რატომ ვერ მოხდება? იცით რომ ბუნებრივი ზედაპირი აღარ დარჩა ქალაქში, გრუნტიანი ნიადაგი აღარ დარჩა, ან არის დაბეტონებული, ან არ არის მოასფალტებული, ამიტომ წვიმის წყალის გაწოვა აღარ ხდება. ეს სანიაღვრე სისტემები, რომელიც არის ქალაქში, ვეღარ უზრუნველყოფს, ის სტანდარტული ზომები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ წყალი გაატაროს და აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხიც არის. თბილისის მერია არ აღიარებს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ არასწორი დაგეგმარება მოხდა, არასწორი რეაბილიტაცია მოხდა. წერეთლის გამზრი, რომელიც ახლად რეაბილიტირებულია, ისევე იტბორება, როგორც მაგალითად დიდი ღომი და გდანი. რატომ ამ შემთხვევაში? სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდა სწორი გაანგარიშება. სადაც იყო თქვა 20 კორპუსი პირობითად საუბრობდა, იქ მეტნაკლებად გაიწოვებოდა წვიმის წყალი, იქ რო ეხლა კიდევ დაამატებ 180 კორპუსს და 200 კორპუსია, ხო, ბუნებრივი ზედაპირი აღარ არსებობს. ამიტომ ის კოლექტორები, რომელიც გაკეთებული იყო, ის სანიაღვრე სისტემები უკვე საკმარისი აღარ არის. იქ რეზერვუარები უნდა გაკეთებული იყო. ანუ ეს გაანგარიშება ვერ მოხდა სწორად, ამ ხელ დაუშვეს სისტემური შეცდომა. ამიტომ კახაკალაძე საკუთარი სიტყვების ტყვე იქნება და თქვენ ნახავთ მომავალ წვიმაზე, ბუნებრივია ეს არავის არ უნდა, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ თბილისი კვლავ დაიტბორება.